მოგესალმებით ძვირფასო ტელემოყურებლებო. ეთერშია პოლიტიკური კვირა, მე მისი წამყვანი შავლო ჭყოიძე გახლავართ. გასული კვირის განვითარებულ მოვლენებს მიმოვიხილავ ბატონ ლევან ჩხეიძესთან, ადვოკატი, უფლებადდამცველი. მოგესალმებით ბატონ ლევან. მოგესალმებით ბატონ შალო. ბატონ ლევან, მე დავიწყებ ყველაზე საინტერესო თემით, პირველი კითხვა რაც არის. ეს არის საქართველოს პარლამენტმა რომ მიიღო გრანტების რეგულირებასთან დაკავშირებით კანონი. და აი ამ ყველაფერს როგორ შეაფასებთ თქვენ, როგორც ოპოზიციური ხრის წარმომადგენელი? მეტად საინტერესო იქნება ძვირფასი ტელემოყურებლებისათვის. კი ბატონო, ანუ მოდით თვისობრივად გავიაროთ რა შეზღუდვები შემოიღო პარლამენტმა. გარდა იმისა, რუსულ კანონს რო ვეძახდით ხოლმე, წინააღმდეგობამდე რაც კანონი მიიღეს, რომელიც თავში მოიცოდა აუცილებლად დეკლარირებას და გასაჯაროებას, ესე ვთქვათ, ხარჯებისას და შესაბამის რეესტრი დარეგისტრირებას და შესაბამის სტატუსის მოპოვებას, რაც უკავშირდებოდა უცხოელი გავლენის ძალის სტატუსის მოპოვებას. როგორც მოსალოდნელი იყო, მას შემდეგაც ეს კანონი გაიტანეს, მაშინვე ვამბობდით, რომ აქ არ გაჩერდებიან, ეს კანონმდებლობა კიდევ უფრო დამძიმდება და კიდევ უფრო დრაკონული გახდება. და შესაბამისად ასეც მოხდა, ამის შემდეგ მოხდა, რომ პირდაპირ ფარას კანონი გადმოიტანეს საქართველოში ერთ-ერთში და ეხლა უკვე საერთოდ უკვე პაკისტანის დონის კანონმდებლობა ამუშავეს, რომ საქართველოში რომ გაიცეს გრანტი, ჯერ გრანტის გამცემა უნდა შეუთანხმოს საქართველოს მთავრობას, რომ ევაპირებ აი ესეთი გრანტის გაცემას, უნდა მიიღოს ნებართვა საქართველოს მთავრობიდან და შემდეგ გასცეს ეს გრანტი. ანუ საზღვარგარეთიდან გრანტს გულისხმობთ. ამ შემთხვევაში გრანტი ხო საქართველოში გაიცემა, მაინც გინდა საქართველოში გაცემული გრანტი იყოს, მაგრამ საზღვარგარეთიდან დარიცხულ გრანტებზე არის ეს იგივე ვრცელდება. შეზღუდვა თუ თვითონ საქართველოში გაცემული თუ არის საქართველოს ბენეფიციარი, ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია. არა, ბატონ ლევან, მე რაც გულისხმობ, იცი, აი საქართველოს სახელმწიფოც ხო გაცემს გრანტებს? საქართველოს სახელმწიფო ეს ლაპარაკი არის იმ გრანტებზე, რომელიც გაიცემა კიდევ ერთხელ გეუბნებით, მოკლედ ევროკავშირის მიერ და სხვადასხვა ამერიკის შეერთებული შტატებიდან და ამიდან ეს ამერიკის შეერთებული შტატები ხო აღარ გაძლევს ეს გრანტებს არავისზე, რაც ტრამპი მოვიდა და მთელი რიგი პროექტები შეაჩერა, აქ ზედაც საუბარი ევროპულ გრანტებზე. ძალიან კარგი. და აი ამ ყველაფერს თქვენ მაინც როგორ შეაფასებთ? რა თქმა უნდა, ნებაყოფითად შევაფასებ, იმიტომ რომ ამ გრანტებით რა ფინანსდებოდა? ამ გრანტებით ფინანსდებოდა უფლებადამცველი საქმიანობა. მაგალითად, ესეთი არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა, როგორც იყო ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. რომლებიც მაგალითად დამკვირვებელი ორგანიზაციები, რომელიც ფუნქციებიც რა იყო? ადამიანის უფლებების დაცვა, როდესაც დამკვირვებელი იყო ბოდიში სამართლიანი არჩევნები თუ არ ვსწავლობ. მათ შორის კი ბატონო. ანუ ისინი ვინც აკვირდებოდნენ არჩევნებს, ისინი ვინც იცავდნენ დარღვეულ ადამიანის უფლებებს, როდესაც ადამიანები მიმართავდნენ სისტემისგან, სახელმწიფოსგან დაჩაგრულები, სახელმწიფო არ ყოფდა მართლებებს, ეს ადამიანები იცავდნენ მათ უფლებებს სასამართლოში, შემდეგ უკვე სტრასბურგში და ასე შემდეგ, ხო? ანუ გარდა ამისა უამრავი პროექტები, რომლებიც უკავშირდებოდა ტრეინინგებს, მედიას, თვითმმართველობას და შემდეგ, ყველა ეს პროექტი შეჩერდა და შესაბამისად ყველა ეს არასამთავრობო ორგანიზაცია პრაქტიკულად გაჩერების საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. ანუ მთლიანად საერთოდ შეექმნა ამ ორგანიზაციებს პრობლემა. რა თქმა უნდა. თუმცა ხელისუფლება ხო იმასაც ხედავს ბატონ ლევან, რომ გარკვეული არასამთავრობო ორგანიზაციები ახდენენ რეორგანიზებას აი ამ მოვლენებთან დაკავშირებით, რომელი მოვლენებიც მიმდინარეობს უკვე საკმაოდ თითქმის 200 დღე არის დაახლოებით. მოდი ასე ვთქვათ. თუ ჩვენ რომელიც მოსულოდში აი ის არა ქვია, უფრო კარგად განვარტავ. ანუ დავამატებ იმას, რომ აი მაგალითად იყო არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელსაც ფლობდა ნანუკა ჟორჟოლიანი და კიდე სხვა არასამთავრობო, რომლებიც აი მიმართებაში შარეულები იყვნენ. აი ამ მიმართულებით ხო არ არის ეს ყველაფერი. ნანუკა ჟორჟოლიანი დაფინანსებდა პატიმრებს ეხმარებოდა. ციხეში უგზავნიდნენ საკვებს. ხო, მაგრამ ხელისუფლება ხო იმას ამბობს, რომ ოპოზიციის გარკვეულ ნაწილში და აფინანსებდა. მოდით ვთქვათ, ესენი აფინანსებდნენ რას? ანუ ეს ხარჯები ხო გამჭვირვალეა. ისინი აფინანსებდნენ პატიმრებს და ისინი აფინანსებდნენ მათ უფლებების დაცვას, აფინანსებდნენ მათ ჯარიმებს და აფინანსებდნენ მათ ესე ვთქვათ ციხეში კვებას და ასე შემდეგ, ხო? და სწორედ ეს ხდიდა ოპოზიციურ ბრძოლას აძლიერებდა, რა თქმა უნდა. და შესაბამისად მიიტანილი იქნა ამ ოპოზიციურ რესურსზე იერიში. თუ ჩვენ მგონია რომ აქ ლაპარაკია უკანონო რესურსებზე,
პირდაპირ გეტყვით რომ ეს ასე არ არის, ეს ყველა საუბარია ყველა კანონიერ რესურსებზე, იმიტომ რომ ყველა თეთრი გზით შემოსული დეკლარირებული თანხები იყო, კიდევ ერთხელ ვამბობ, არაერთხელ მithქვია, ეს იყო ლიცენზირებული ბანკების გზით შემოსული თანხები, ოფიციალური ხელშეკრულებები ყველა ბანკში იდო, ფულის გათეთრებულ სამსახურს, უშუალოების სამსახურს, ყველას ჰქონდა წვდომა, ინფორმაცია იმაზე თუ რა თანხები შემოდიოდა, რა თანხები ბრუნავდა, აქედან გამომდინარე, აქ არ იყო ლაპარაკი სისხლის სამართლებრივი და კრიმინალური დევნის კუთხით. აქ ლაპარაკი იყო იმაზე, რომ უბრალოდ ოპოზიციას რესურსი რომ გამოკლებოდა, ანუ ოპოზიციური მოძრაობა, საპროტესტო მოძრაობას პირდაპირ ვიტყვი, აქ ამაზე ლაპარაკი რომ ადვოკატი არ ჩარეული იყო საქმეში. აქ ლაპარაკი იყო იმაზე, რომ პატიმარს თუ დაიპეტრებდა და მას მაგალითად ჯარიმა არავის გადაეხადა და გირაუს არ შეეტანა არავის, პატიმრები ციხეში იზიან, მათ არავის სოლიდარობა არ გამოუცხადოს და არავის შეიტანოს მათ, თქვა, ეგრეთ წოდებული, თქვა, საკვების შეგზავნა იქნება თუ ფულის ჩარევა ხო მათთან გარეშებზე, ხო? აი, ამას დაარტყეს. ანუ პირდაპირ მაგაზე გავიდა ამ კანონის მიღების რა თქმა უნდა. და აი ამ თემასთან დაკავშირებით კიდევ ერთი კითხვა მინდა დაგისვათ ბატონო ლევან. აი როგორ რაღაცაა, იცი? მე პირდაპირ თუ ირიბათ მე რაღაც ვერ გავიგე. აი თქვენი ახსნიდან გამომდინარე როგორ რაღაცაა, იცი? თუ ნანუკა ჟორჟოლიანი ის არასამთავრობო, რომელსაც USAID აფინანსებდა, როგორც არის ოფიციალურად ცნობილი, აი ამ არასამთავრობო ორგანიზაცია, მაშინ თავად ამ ჟორჟოლიანის პირადი ჩხრეკა, ასევე სახში და ასევე მის ოფისში ხელისუფლებამ ჩაატარა, ხო, კარგად ვიცით ჩვენ? ხო. და აი ეს ყველაფერი ხელისუფლებისთვის სასიკეთოა თუ საზიანოა? მოდი ესე ვთქვათ, ხანმოკლე პერსპექტივაში, რა თქმა უნდა, ეს ხელისუფლებისთვის სასიკეთოა. იმიტომ რომ მათ მიაღწიეს გარკვეულ შედეგს და ესე ვთქვათ, საფინანსური წერტილები ჩაახშეს. საიდანაც ვთქვათ, გარკვეული ოპოზიციური მოძრაობა კიდევ ერთხელ კანონიერი ფორმით, კანონიერი ჩარჩოებით სამართლებრივად სწორად დალაგებულად ფინანსებოდა. რა ფინანსებზე ლაპარაკი კიდევ ერთხელ მოგახსენებთ, ეს ლაპარაკია ადვოკატების მომსახურებაზე, მედია მხარდაჭერაზე, დაპატიმრებული პირების, ესე ვთქვათ, ჯარიმების მომსახურებაზე და უკვე პატიმრობაში ყოფილი პირების დახმარებაზე გამოიხატება იმ შესაბამისი თანხების გადარიცხვის საბანკო ანგარიშებზე ციხეში ხო, ვისაც პატიმრებთან შეხება ქონიათ, იცით რომ ყველა პატიმარს აქვს თავისი პირადი ბარათი, რომელსაც ლიბერტი ბანკის, რომელსაც ერიცხება თანხა და პირველადი მოხმარების აუცილებელი პროდუქტებზე შეიძლება სიგარეტი იყოს, საპონი იყოს, თუ წვერსაპარსი იყოს, თუ რაღაც სხვა კვების პროდუქტები, ციხის მაღაზიიდან აი ამით იყიდულობენ და აი ეს ყველაფერი აი ამას დაარტყეს, მინდა გითხრათ რა. აი ამის ჩასაძიად მოხდა ეს ყველაფერი, იმიტომ რომ მოშკოში მაშინაც იცი რომ ვიღაცა გეხმარება, ვიღაცა გვიდეთ გიდგას, რომ იცი რომ ვიღაცა ჯარიმას იხდის, შენ მაგილად ვიღაცა რომ იცი რომ გირაოს გიხდის და ეს ხო უშუალებელი რესურსი იყო ამ ბრძოლაში. შესაბამისად ეს რესურსი ამ ბრძოლაში ჩაახშო ხელისუფლებამ. კიდევ ერთხელ გამოვიდეთ, თუმცა ხელისუფლებამ სულ სხვა რამ განაცხადა. აბა ხელისუფლება პირდაპირ ხო არ იტყვის ამას, რომ ამასაც ჰუმანიტარულ პროექტებს ურტყავ. ხელისუფლება გვეუბნება, რომ აქედან ფინანსდებოდა თითქოს რა ფინანსდებოდა. აი ღიად ვერც ამბობენ. თუ ფინანსდებოდა ასეთი თქვათ ესე თქვათ რადიკალური მოქმედებები, კანონსაწინააღმდეგო მოქმედებები, საბოტაჟი, ტერორიზმი და ასე შემდეგ, ამას სულ არ ჭირდებოდა ამ კანონების მიღება. ისედაც ვიცით ჩვენ გვაქვს ოპერატიული სამძებრო საქმიანობის შესახებ კანონი, გვაქვს ტერორიზმის საწინააღმდეგო კანონი, შავი ფულის გათხრების საწინააღმდეგო კანონი და შესაბამისად ოპერატიული სამძებრო საქმიანობა თუ კიდე აწარმოო, ნებისმიერ შემთხვევაში ყოველგვარი პრობლემის გარეშე გაშლიდი ამ საქმიანობას და არანაირი ესე ვთქვათ ეგრეთ წოდებული გრანტების ნებართვის კანონი არ ჩერდება, პირდაპირ ადგები და იმოქმედებ ოპერატიული სამძებრო კანონის ფარგლებში და მოიპოვებ ხსენებებს. ხო, მაგრამ ბატონო ლევან თქვენც იურისტი ბრძანდებით და მეც იურისტი ვარ და ვიცით რომ გაეროს 54 თუ 56 კონვენციის ანუ კონვენციის 54 თუ 56 მუხლის თანახმად არასამთავრობო ორგანიზაციაზე დარიცხული ფული თუნდაც შავი იყოს სიტყვაზე ვთქვათ ის აღებული თანხა ავტომატურად ითვლება სუფთად. არ არის ასე რომ ანუ ესეთი კონვენცია აქვს მას გამოცემული რომ 19 წლის არის თუ არ ვცდები. კი ბატონო, მაგრამ თუ აქ ხდება არალეგალური ფულის ბრუნვა უკვე სოფლიო პრაქტიკაც აქეთკენ მიდის და დასავლეთით ამაზე ძალიან ასე ვთქვათ დიდ ყურადღებას აქცევს. თუ ფული არის შავი ფულის ბრუნვის მაქსიმალურ იმაზეა საუბარი, რა ქვია. ეგრესაც თქვენ ბრძანეთ, ეგ რა შეეცით საქმე, როდესაც კეთილშინდისიანი მიმღები ხარ, როდესაც ამ არასამთავრობო ანუ ერთჯერადად დარიცხოს. როდესაც არასამთავრობო ორგანიზაცია მართლა არ არის ჩართული ამ ფულის გათხრებაში და უბრალოდ მას შემოწირულობის სახით მიიღო ვიღაცისგან რაღაც გარკვეული თანხა, ანონიმური შემოწირულობა, რომელიც საკუთარ კურსიც არ იყო, ნამდვილად ეს ითვლება მისთვის
ესე ვთქვათ, კანონიერ შემოსავალს, მაგრამ როდესაც შენ მოიპოვებ ოპერატიული სამხედრო საქმიანობას, რომ იურიდიული პირი ჩართულია შავი ფულის გათეთრებაში, უკვე ეს დათქმა აღარ მოქმედებს. იმიტომ რომ განზრახვა სახეზეა. შენ არ სამთავრობო ორგანიზაცია, მის უკანონო სახსრების მოძრაობაში ხარ ჩართული და აქედან გამომდინარე კონვენციის ხო, მაგრამ აი ბატონო ლეონო, ხო, გათანხმებით, მაგრამ მეორე მხარეც ხო არის, ხო შეიძლება რომ აი იმ გარკვეულმა ძალებმა რამოდენიმე არასამთავრობო და კიდევ ერთხელ გეკითხო, მე თუ მინდა საბოტაჟი მოვაწყო ქვეყანაში. მე თუ ეს დღევანდელ დღეს, როდესაც არსებობს კრიპტოვალუტა. არც ერთის ქვეყნის სხვა სპეცსამსახური, რომელიც აურეულება მოაწყოს მეორე ქვეყანაში, ღია წყაროებით არ აგზავნის თანხებს. როგორც წესი, ეს ხდება შავი წყაროებით და ეს ხდება ფარული არხებით. ეს დღეს არ მომხდარა, დღეს არ დაწყებულა, რაც კი არსებობს შეთქმულებების, ესე ვთქვათ, ისტორია, რაც კი არსებობს გაატრიალებების ისტორია, რაც კი არსებობს აჯანყებების ისტორია, ყოველთვის ეს იყო ფარული სახსრების მოძრაობა, ხო? ეხლა წარმოდიოთ, თქვენ თუ გაქვთ სურვილი ქვეყანაში სახელმწიფო გაატრიალება მოაწყოთ, ლიცენზირებული ბანკებით გამოახდენთ, თანხას თეთრად გადაეცხვას, რა თქმა უნდა, ამას გააკეთებთ სხვადასხვა ოფშორების მეშვეობით, კრიპტოვალუტის მეშვეობით და სხვადასხვა ფარული არხებით, ხო? და ამას ღიად არავინ არ გააკეთებს. მაგაში სრულებით გეთანხმებით, მაგრამ კიდევ არასამთავრობოებიზე და შეიძლება მოხდეს ანგარიშების გასწორება. სწორედ ამაზეა საუბარი, რომ ხელისუფლება ერთის მხრივ სპეკულირებს და ხალხს ატყუებს, პირდაპირ ვიტყვი, რომ თითქოს და ის ბლოკავს იმ სახსრებს, რომლებიც მიმართულია არაკანონიერი მოქმედებებისკენ, აჯანყებისკენ, ამბოხებისკენ, ხელისუფლების დამხობისკენ და ასე შემდეგ. ეს არის ტყუილი, აქ ლაპარაკია იმაზე, რომ უნდა ჩაეძირათ, ასე ვთქვათ, ის კანონიერი შემოსავლები, ის კანონიერი თანხები, რომელიც მიმართული იყო ადამიანის უფლებების დაცვისკენ, მედია საშუალებების განვითარებისკენ, დაფინანსებისკენ, ასე ვთქვათ, პატრიოტების მხარდაჭერისკენ, აი ამ თანხების დახშობაზე იყო ლაპარაკი, თორე კიდევ ერთხელ გეუბნებით, ის თანხები, რომლებიც თუ კი არსებობს თეორიაში შეთქმულება, დაუშვათ, რომ ვიღაცა საქართველოში ცდილობს რევოლუცია მოაწყოს და ასე შემდეგ, დამიჯერდა სარევოლუციის მოსაწყობი თანხები, თუ ვიღაცა მაგააწყვეტა აქ რევოლუციის მოწყობა, ეს თანხები საქართველოში ლიცენზირებული ბანკების მეშვეობით არ შემოვა. შემოვა ფარული გზებით, ისე რომ ამას ოფიციალურად ვერც შემოსვლას გაიგებს ვინმე და ვერც დახარჯვას გაიგებს, ეს ყველაფერი გაიშიფრება იმის შემდეგ, როცა შედეგი დადგება. ასე ხდებოდა ხოლმე ყოველთვის, ყველა ქვეყანაში, ყველა რევოლუციის დროს. ეს არის რევოლუციების დაუწერელი კანონი. და მე პირდაპირ ვიტყვი, რომ აი უკეთესი ვარიანტი, ჩემი აზრით, როგორც იურისტისა, უფრო უკეთესი იქნება მე ხელისუფლებასთან მიმართებაში კი არ ვამბობ, რომ კრიტიკის დონეზე არ ვამბობ, უბრალოდ უკეთესი ვარიანტი იქნებოდა, რომ გაესაჯაროებიათ ის თანხები, რომელსაც ედავებიან არასამთავრობოებს, როგორც თავიანთი აზრით ამბობენ, გაესაჯაროებიათ სინამდვილეში რაში დაიხარჯა ეს თანხები. ხო არსებობს იმისი ფინანსური შემოსავლების სამსახურში არსებული ფინანსური დანახარჯის აღრიცხვა. ეს გასაჯაროებულია, მოდი ესე ვთქვათ, იმ ორგანიზაციებმა, რომლებმაც გაიარეს რეგისტრაცია გაიარეს და წარმოადგინეს თავიანთი ანგარიშები, რომლებმაც არ გაიარეს, არ გაიარეს და კანონმა მათთან მიმართებაში ვერ იმუშავა და ძალიან ბევრმა ორგანიზაციამ მაგალითად ამდაგვარ დეკლარირებას უარი საერთოდ გაჩერება არჩია და მე პირადად მქონდა ასეთ რამდენიმე ორგანიზაციასთან შეხება, სადაც USAID ფინანსდებოდა დამწყები ადვოკატებისთვის იყო პროფესიული უნარჩვევების მასწავლებელი მე ეს არასამთავრობო ორგანიზაციაში ტრეინინგის მიმართულებით და ჩვენმა არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელობამ ჩათვალა, რომ სახელმწიფოსთან ასეთი დამამცირებელი ვალდებულებაში ყოფნა და დამამცირებელი დეკლარაციების წარდგენას საერთოდ გაეჩერებინა საქმიანობა და საერთოდ გააჩერეთ საქმიანობა და ის პროექტი, რაც უკავშირდებოდა მომავალი ადვოკატების დახელოვნებას, როგორც იყო მაგალითად სხვადასხვა საპროცესო დოკუმენტების შედგენა, შუამდგომლობების შედგენა, სარჩელის შედგენა, შესაგებლების შედგენა, გასაჩივრების შედგენა და ასე შემდეგ, საჩივრების შედგენა, ეს ყველაფერი, რასაც ვასწავლიდით პროფესიულად ეს როგორ უნდა გაეკეთებინათ ახალგაზრდა დამწყებ ადვოკატებს, რომლებიც ჯერ კიდევ ზოგი სტუდენტი იყო, ზოგი დამთავრებული ჰქონდა და უკვე შემოდიოდა პროფესიაში, მაგრამ ერთ-ერთი პროექტი დაიხურა, რომელიც პირადად მე მონაწილეობდი. ასე ძალიან ბევრ პროექტს დაარტყეს, მაგალითად მედია პროექტებს და ასე შემდეგ. ძალიან კარგი ბატონო ლევანო. კარგი არა, ძალიან ცუდი. არა, ძალიან კარგი, იმიტომ ვთქვი, რომ თქვენი აზრი ძვირფას ტელემოყოლებლობის გავაცანით, ამ მხრიდან.
ну ახლა ეგ დრო გვჩვენებს ცუდია თუ კარგია. საბოლოო ჯამში ჩვენ თვითონ ხანმოკლე პერსპექტივაში კარგი იყო ამ ხელისუფლების შესაძლებლობა, მაგრამ ხანგრძლივ პერსპექტივაში ამდაგვარი დრაკონული კანონის მიღება ნამდვილად ძალიან ცუდად აღიქმება ამ ხელისუფლებაზე. ერთ-ერთი კიდე ძალიან დიდი მინუსი ჩაიწერა ცივილიზებული დასავლეთის თვალსაზრისით და თვალში, რამაც ну კიდე უფრო დაძაბა დასავლეთთან საქართველოს ურთიერთობა, რაც ხანგრძლივ პერსპექტივაში ამ ხელისუფლებისთვის დამღუპველი იქნება. ბატონო ლევან, შემდეგ კითხვაზე გადავალ, ეს არის მომავალი ადგილობრივი არჩევნები და ოპოზიციის ბოიკოტი არჩევნებთან დაკავშირებით. ну მე როგორც ჟურნალისტი და ტელეწამყვანი და მეტნაკლებად პოლიტიკურ სიტუაციაში ჩახედული ადამიანი ამ დეტალებს არ მივესალმები, იმიტომ რომ ну ჩემთვის ყოველად მიუღებელია ესეთი ქმედება, იმიტომ რომ თუ უნდათ რომ ნამდვილად გაირკვეს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების გაყალბების საკითხი 2025-ში ადგილობრივ არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა უფრო უკეთესი ვარიანტი იქნება და გაირკვევა მართლა აუთ ამორჩევლების ის რაოდენობა ოპოზიციას რომელიც ასაც აცხადებენ პირველი და მეორე ფაქტურად გამოდის რომ ხელისუფლებას მარტო ტოვებენ ადგილობრივ არჩევნებში თუ არ ჩავთვლით იმ პარტიებს რომლებსაც საერთოდ არ აქვთ ისეთი რეიტინგი როგორიც ოპოზიციურ პარტიებს ჰქონდათ იმათთან ტოვებენ და ფაქტურად გამოდის რომ ხელისუფლება მარტო რჩება. მოდი ესე ვთქვათ, ამ საკითხთან დაკავშირებით მე თვითონაც კი არ ვარ ბოლომდე ჩამოყალიბებული. მოდი შევაფასოთ ორივე მხარე, ხო, საკითხს აქვს უარყოფითი და დადებითი მხარე. კი ბატონო, აქვს. ჩემი აზრით მაგალითისათვის ვიტყოდი, რომ როგორც ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქე ერთ-ერთი ცუდი რაც მოიტანა ბოიკოტმა, ეს იყო ის, რომ ოპოზიციამ დაკარგა საპარლამენტო ტრიბუნა. ოპოზიციამ დაკარგა საერთაშორისო წარმომადგენლობებში, როგორც იყო მაგალითად ეუთოში, როგორც იყო ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში, როგორც იყო ასე ვთქვათ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მანდატები შექმნილ კომისიაში, რომელიც ახლა ეს ძალიან ცუდი კომისია როა შექმნილი და რაღაც უაზრობებს რო იხილავს ახლა, ხო? იქ ადგილები დაიკარგა რესურსები, რომელიც უნდა მოხმარებოდა ოპოზიციას, გულისხმობ დაფინანსების თვალსაზრისით, პარტიულ დაფინანსებას, გულისხმობ იმ რესურსს, რაც მათ პარლამენტში ეკუთვნოდათ კომიტეტებში, კომისიებში, საერთაშორისო წარმომადგენლობებში, ვიცე-სპიკერის და ასე შემდეგ რესურსები რაც არის, ეს ყველაფერი თავის თავში გადაინაწილა ქართულმა ოცნებამ. გარდა ამისა, მოდი ეს ვთქვათ, ის რომ დავტოვებთ ქართულ ოცნებას ამ არჩევნებზე მარტო დააკომპლექტებს ის მმართველობებს და მარტო იქნება წარმოდგენილი, ხომ? ეს ერთი, რაც ისევ ჩვენ ვზარალდებით. მეორე, მოდი ესე ვთქვათ, რა მოიტანა დადებითი ამ ბოიკოტმა. ბოიკოტმა მოიტანა დადებითი ის, რომ პრაქტიკულად არც ერთმა ჩვენმა პარტნიორმა ქვეყანამ, ну თუ გიყავს ასეთი დარჩენილი საერთოდ მე ეჭვება, ძირითადად ჩამოსათვლელი იქნება ალბათ დარჩენილი პარტნიორი ქვეყნები, ვინც აქამდე ჩვენი პარტნიორები იყვნენ ძირითადი პარტნიორები, დასავლელი პარტნიორები. პრაქტიკულად არც წნეს და არ მიიღეს ეს არჩევნები. არ აღიარეს საპარლამენტო არჩევნების შედეგები, არ აღიარეს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები და შესაბამისად უღიარებელი de jure ან de facto მაინც უღიარებელ რეჟიმშია ეს ხელისუფლება, ხომ? ანუ არსად მათ არ ეძახიან დასვენებების გარდა და საპარლამენტო კომისიებში მაგალითად შეჩერებული აქვს საქმიანობა, როგორც ეუთოში საპარლამენტო შექმნია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში და რა ვიცი ხა ძირითადად ტრადიციული პარტნიორები ამერიკა ყველა ურთიერთობაში შეაჩერა ჩვენთან, ყველა ურთიერთობაში შეაჩერა ბრიტანეთმა და ბრიტანეთის მოკავშირე ყველა ქვეყანა ევროპის კავშირმა. ძალიან ცუდი შედეგები მოიტანა ჩვენი ქვეყნისთვის ამან და შესაბამისად ძალიან დაარტყა თვითონ ხელისუფლებას და ხელისუფლების ლეგიტიმაციის საკითხს და დღემდე ისინი ცდილობენ რომ რაღაცა ლეგიტიმაციის ფორმა მოძებნեն და აი იცით რა თვითონ კომპლექსი რო აქვს თვითონ ლეგიტიმაციის მაინც ეთყობათ რომ აი მაგალითად ყოველთვის კომისიის ხდომაზე ეუბნებიან რომ მადლობას გიხდით რომ მოხვდით და აღიარეთ ჩვენი ლეგიტიმაცია. რატო უნდა გავუსვა ამას ხაზით თუ ამის კომპლექსი არ აქვს. ან მაგალითად რომ ჩამოდის ვინმე უცხოელი სტუმარი მაგალითად ჩამოვიდა თუ არსები ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე იყო
მოადგილე იყო. მოადგილე თურქეთიდან რო არის ეს პიროვნება. მე მგონი მოადგილე იყო. მოადგილე და ანუ ჩამოვიდა ის და ნუ შეოფიციალური შეხვედრები ჩაატარა და ამით კიდევ ხაზი გაესვა ისინი ანუ ის რომ არჩევნები ჩაატარეს შემოდგომაზე და რაღაც უარი მოვიდა 6 თვის თავზე ამით შენ ხას უსვავ შენს განცხადებაში რომ აი კიდე ხაზი გაესვა რომ ჩვენ არჩევნების ლეგიტიმურია და საერთოდ არ ახსენებ ამას. როდესაც შეიძლება შეხსენება გჭირდება ხალხისთვის ამაზე ხაზ გასმა, ესე იგი შენ თვითონ აღიარებ იმას, რომ ამ ლეგიტიმაციის პრობლემა გიდგას. ხო, აქედან გამომდინარე და კიდევ ერთხელ თუ კი აღდგას დაადგა ოპოზიცია, უარი თქვა საპარლამენტო მანდატებზე და ასე შემდეგ, თუ ეს ბრძოლა გრძელდება, მე თვითონ მართლობის არჩევნებშიც უარი უნდა თქვან და ეს გარკვეულმა ნაწილმა უარი უკვე განაცხადა. ეს არის სწორი. და ისიც არ შეესაბამება. თუმცა ბოდიში ბატონო, მე კიდევ არ ავთვლი სწორად ამ ქმედებას ადგილობრივ არჩევნებში. ეხლა რატო არის სწორი მათი მხრიდან? პირველი, თუ კი მოდის ვთქვათ, თუ კი შენ აღიარებ ამ პრეზიდენტის ლეგიტიმურობას, რომელიც ეს არჩევნები დანიშნა, ესე იგი აღიარებ იმ პარლამენტის ლეგიტიმურობას, რომელიც ეს პრეზიდენტი ერჩია. თუ ამ პარლამენტის ლეგიტიმურობას აღიარებ, მაშინ რაღაცა არ შეხვედი ამ პარლამენტში. თუ შენ არ შეხვედი ამ პარლამენტში, ესე იგი არც ამ პარლამენტის ლეგიტიმურობას, არც ამ პარლამენტის მიერ პრეზიდენტის ლეგიტიმურობას და შესაბამისად ამ პრეზიდენტის მიერ დანიშნული არჩევნების ლეგიტიმურობას. აი წეხან თქვი თქვენ ბატონო, ხო ისევ თქვით და სრულებით გეთანხმებით ისევ ხელისუფლების წარმომადგენლები იქნებიან თვითმმართველობაში, უმრავლესობა კი არას, საერთოდ სულ და თვითონვე შექმნეთ ისევ ოპოზიციურ ფრაქციებს. კი ბატონო, თვითონ ყველაფერს თვითონ გამოიყენებენ ეს მხრივ, მაგრამ მეორე მხრივ ისინი ისევ აღმოჩნდებიან დასავლეთის მხრიდან იზოლაციის რეჟიმში, სანქციების რეჟიმში. ხო, მაგრამ ეს გამოსავალი ხო არ არის. იცით რა შესაძლოა, ჩემთვის შეიძლება თუ არ არის გამოსავალი. ანუ პოლიტიკურ სარბიელზე გულისხმობ, ეს ხო გამოსავალი არ არის. იცით რა შესაძლოა, ბოლომდე წევ წინამდებობას ასე, იქამდე სანამ არ გაიძულებ რომ წამოხვიდე დათმობაზე რა. ანუ ჩაგაყენებ თამაშგარეთ მდგომარეობაში ხელოვნურად ან ფეხბურთში როგორც ხდება რა. როცა გაგირდეს თავდამსხმელი, კარგა მცველმა იცის როგორ ჩააყენოს თავდამსხმელ მდგომარეობაში. აღარ გამოეკიდება, გაუშვეს მარტო და რაღაც დისტანციას რომ გაივლის და მიიღეს ბურთს, იმან უკვე ბურთის რომს მიიღოს და გაიტანოს გოლი, უკვე იმის თამაშგარეთ მდგომარეობაშია, ხო? ანუ ეს სწორედ ამას გავს, რომ ოპოზიციამ თუ დაიწყო ეს გზა, ეს და ბოლომდე გაიყვანოს და უნდა ჩატოვოს ხელისუფლება თამაშგარეთ მდგომარეობაში და უნდა თქვა რომ ის შესაძლოა ეს თქვენი ეს ყველაფერი არჩევნები არ არის მიღებული და ეს ძალიან ცუდი პრობლემაა. აი მაგალითად მე გეტყვით ეცაც ნახე ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი რომელსაც გაეროში ქონდა შეხვედრა და 4 სახელმწიფოს წარმომადგენელი შეხვდნენ. აი შევხედე და პირდაპირ გეტყვით რა აფხაზეთს და ოსეთს უფრო მეტი სახელმწიფო აღიარებს დღეს პირდაპირ გეტყვით დე ფაქტო და დე იურე და ბევრად უფრო სერიოზული სახელმწიფოები აღიარებენ ვიდრე საქართველოს. ანუ თქვენ იმას ამბობთ, რომ უარესი, ანუ ძალიან ცუდი სიტუაცია. რა თქმა უნდა, წარმოდგენის თვალსაზრისით, აი ამოიღეთ მაკა ბოჭორიშვილის სურათი, მაკა ქვია ხო? კი. ქამდენ მაკა ბოჭორიშვილის სურათი 4 ელჩთან ერთად დგას და ნუ შეხედეთ ვინ აღიარებს და მე რო იყოს ვის შეიძლება შეხვდეს იგივე აფხაზეთის პრეზიდენტი თეორიულად, იგივე ნიკარაგუას, ვენესუელას პრეზიდენტები თუ არიან, ხო? ბევრად სერიოზული სახელმწიფოები არის ნიკარაგუა და ვენესუელა, ვიდრე ის სახელმწიფოები, ვინც დღეს ჩვენთან ურთიერთობს. არადაც სულ ცოტა ხნის წინ საქართველოს სულ სხვანაირად იყო წარმოდგენილი საერთაშორისო ასპარეზზე. ასე რომ ძალიან ცუდ მდგომარეობაშია ჩვენი ქვეყანა, ძალიან ცუდ მდგომარეობაშია ეს ხელისუფლება და ეს შოკური თერაპია თუ გავაგრძელე და შოკურ მდგომარეობაში ვამყოფეთ ეს ხელისუფლება, პლუს ამას დაემატება ის სანქციები, რომელიც გარედან მოდის, მე მგონი რომ და ეს სანქციები რომ მუშაობს ხადია, იმიტომ რომ სახელმწიფო თანამდებობის პირები და გარბიან ერთი მეორეზე ასე ვთქვათ ერთი მეორეს მიყოლებით, ხედავთ, პარლამენტის თავმჯდომარეისა, პარტიის თავმჯდომარე გაიქცათ ახლა ქართულ ოცნებას ცოტა ხნის წინ, აგერ თავდაცვის კი და უშიშროების და ესე ვთქვათ შინაგან საქმეთა მინისტრების შეცვალეს, იძულებული გახდნენ ამ ნაბიჯზე წასულიყვნენ, იმიტომ რომ სერიოზულად არის პრობლემა. შინაგან საქმეთა მინისტრი არა, ministris მოადგილე შეცვალეს. კი ბატონო, ანუ სერიოზულად აქვს პრობლემები. და ასევე წავიდა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი თანამდებობიდან. რა თქმა უნდა, იმიტომ დღეს აჭარის თავრობის თავმჯდომარე. დღეს საქართველოს ქართულ ოცნებასთან დააფილირება, ეს ნიშნავს, რომ გაწირო შენი თავი კეთროვანობისთვის, არა მარტო შენი თავი, შენი ოჯახი, შენი შვილები, ნათესავები იმისთვის, რომ არც ერთ ცივილურ ქვეყანაში მათ არ შეუშვებენ. ბატონო, შემდეგ კითხვაზე გადავალ, ეს არის საქართველოს-რუსეთის ურთიერთობები.
3+3-ის ფორმატში და ამიდან გამომდინარე ახალი სანქციების მოლოდინი ჩვენი ხელისუფლებასთან მიმართებაში. ეს ის ნაწილია, როდესაც მე ხელისუფლების პოლიტიკას ვემხრობი, ესე ვთქვათ, 3+3-თან მიმართებაში. იმიტომ რომ ჩვენ არ მონაწილეობთ 3+3-ში, ეს სწორია, არ უნდა მივიღოთ 3+3-ში მონაწილეობა. თავის მხრივ სწორდება ჩვენი ხელისუფლება, ეს მეორე ნაწილში ხაზები რაც ვიყავი, იმდენი ლაზღეთ ძინა ნაწილში და სწორდება ჩვენი ხელისუფლება, რომ ყველა ჩვენ მეზობელ ქვეყანასთან, როგორც არის თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, ირანი, ინარჩუნებს მაქსიმალურად მშვიდობიან, პარტნიორულ და კეთილ, ასე ვთქვათ, მეზობლურ ურთიერთობას, ეს ასე უნდა იყოს. სწორდება ეს ხელისუფლება, როდესაც რუსეთთან ოფიციალურ ურთიერთობების დამყარებაზე იკავებს თავს, იმიტომ რომ ისევ შეგახსენებთ ოკუპაციის საკითხიდან გამომდინარე, ეს ერთი და რაც თავი თვითონ ტერმინი ეს ამას წინაზე მქონდა, სხვა ჩვენს აზერბაიჯანის ტელევიზიამ ჩამწერა და იქაც ამაზე გაუშვი ხაზი. თვითონ სახელი 3+3, რას ნიშნავს 3+3? რა პრინციპით ვინაწილდებით? მე აზრი ვერ გავიგე მაგ პრინციპის, ვერანაირი. თუ ლაპარაკია იმაზე, რომ საქართველოს, სომხეთი, აზერბაიჯანი ხართ ეს 3 და ჩვენ ირანი, თურქეთი და რუსეთი ვართ 3, ესე იგი რას ნიშნავს? თქვენ აქ პატარა 3 და ჩვენ აქ დიდი 3. რა თქმა უნდა, ასეთ სულ რო რუსეთთან შოკოლადის ურთიერთობები გქონდეს და არ იყოს ოფიციალურად არანაირი ოკუპაცია აფხაზეთის და ცხინვალის და შემდეგ ამ სახელით შექმნილ ორგანიზაციაში არ უნდა შეხვიდე. რა თქმა 3+3. დავხოთ კავკასიული 6-ეული მაგალითად, ან რაღაცა, ან ევრაზიული 6-ეული, რაღაცა მოიფიქროთ, ან ტრანსკასპია, შავი ზღვის რაღაცა. ადრე რო იყო ტრანსკასპია, შავი და შავი ზღვის და კასპიის ის რო იყო რა ქვია. კი ბატონო, რაღაცა მოიფიქროთ, მაგრამ 3+3 რა არის? თუ ეს 3+3 ნიშნავს იმას, რომ საქართველოს, თურქეთი, აზერბაიჯანი ერთი ბლოკი და მეორე ბლოკი, თქვათ, სომხეთი, რუსეთი, ირანი მეორე ბლოკი. ან პირიქით საქართველოს, სომხეთი, ისა რა ქვია, ირანი, სიტყვაზე ვთქვათ? 10 უკვე. ხო, 10 უკვე. 10 უკვე შევეცა, 10 უკვე როგორ ეს ასე გუშინდელი რასკლადი იყო და დღევანდელი რასკლადი ასეა, რომ რუსეთი, საქართველო, ირანი ერთი ბლოკი და სომხეთი, აზერბაიჯანი და ხო, მაგრამ აზერბაიჯანი და სომხეთი ერთ ბლოკში ვერ მორიგდებიან. ხო, ნუ ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით. ჯერჯერობით ვერანაირად ვერ მორიგდებიან. გუშინ ვერც მე წარმოვედგინა, რომ ირანის და რუსეთის ბლოკში ვიქნებოდეს, მაგრამ ჩვენ წაღმოვჩნდით ამ ბლოკში, ხო? ხო, მაგრამ თურქეთი, ირანი როგორ არის ეს ბლოკში, ერთად მაინც ვერ გავიგე. ჩვეულებრივად. მაგათ ხო ის აქვს, რა ქვია, მათ ტრადიციულად პოლიტიკური კონტრაქტი. საუკუნეების განმავლობაში მოდის ეს, რაც ესე ვთქვათ, ჯერ კიდევ შეიქმნა და ეს ერთი სახელმწიფო იყო თავის დროზე. ჯერ კიდევ სელჩუკების დროს რაღაც ჯერ თურქეთი არ იყო გაყოფილი, მაგრამ მე-13 საუკუნის ბოლოს, მე-14 საუკუნის დასაწყისში ოსმან პირველმა და ოსმალეთის დინასტია რო გამოიყო ცალკე ოსმანთა სახელმწიფო შეიქმნა, ესენი გამოიყვნენ სელჩუკებს და აქეთკენ ცალკე ესე ვთქვათ ირანის ხელისუფლება მოვიდა, შემოვიდა სეფიანები და შორს სეფიანებსა და ოსმანებს შორის დაპირისპირება გაჩნდა, თორე ეს ერთი სახელმწიფო იყო მაგრამ კი ბატონო მონღოლებმა გახლიჩე შუაზე და იმიტომ მოხდა მაგით. კი ბატონო, ანუ ცალკე სეფიანების სახელმწიფო, რომელიც შთამომავლის დღეს არის წარმოადგენს ირანი და ოსმალების სახელმწიფო, რომელიც მემკვიდრეც არ იცვლება, არ იძახიან, მაგრამ პრაქტიკულად ასია, რომელიც მემკვიდრეც არის დღეს თურქეთი, ხო? კი ბატონო. ზემამისად ეს მათ შორის ეს ქიშპობა გაყოფიდანვე მოდის. ხო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ისინი ახერხებენ რაღაც საკითხებთან დაკავშირებით თანამშრომლობას ერთმანეთთან, მაინც ანუ მე რას გულისხმობ ეს ბატონო, ეს გასაგებია თურქეთ-ირანის თანამშრომლობა კი, მაგრამ აი აზერბაიჯანის სომხეთის თანამშრომლობა როგორ წარმოუდგენიათ ამ სოფლიო დონის პოლიტიკოსებს, მაინც ვერ მივხვდი მე. სხვა შესაძლებელია, შესაძლებელია, იმიტომ რომ აღარ არსებობს უკვე ყარაბაღის საკითხი, ყარაბაღის საკითხი გაწყვეტილია. სომხეთი უფრო მეტად მოწადინებულია დღეს გააფორმოს ხელშეკრულება სამშვიდობო შეთანხმება ვიდრე აზერბაიჯანი, თორე აზერბაიჯანი ითრევს ახლა უკვე ფეხს, ადრე პირიქით იყო. და ამ შემთხვევაში თუ კი მოხდება ეს შეთანხმება, ჩვენთვის შეიძლება ერთის მხრივ არ იყოს კარგი, იმიტომ რომ აბრეშუმის გზამ საქართველოსთან შეიძლება გადაინაცვლოს სომხეთში და მთელი ეს დინებები, რომლებიც საქართველოსზე მოდიოდა პირდაპირ სომხეთის გავლით კასპიის ზღვიდან აზერბაიჯანი, სომხეთი და მე უკვე ასე გავდივართ თურქეთის ხმელთაშუა ზღვის პორტებზე. ანუ წრე დაარტყას რა.
წრე კი არა, პირიქით წრეს ახლა არ ტყავს. არა, მე რა გულისხმობ, ჩვენთან ხო წრეთ შემოდის, მაგრამ საპირისპირო წრე და არ ტყას. ის წრე არ იწყვება, ეგ არის უბედურება, რომ ის პირდაპირ გზა არის. პირდაპირია. ის არის პირდაპირ გზა, წრე ჩვენგან იწყვება, ეს არის ხო. მაგრამ აქედან გამომდინარე ჩვენთვის სამუგეშო განცხადება გაკეთა ჩვენმა მეგობარმა, ტრადიციულმა პარტნიორმა ბატონმა ილხამ ალიევმა, რომ არაფერი მსგავსი საჭიროება არ არსებობს. ეს პროექტები უკვე ჩაშვებულია, ჩვენ ამას ყველაფერს ვაკეთებთ, ვაწარმოებთ, ჩვენი პარტნიორი საქართველოს მეშვეობითო და შესაბამისად ეს განწყობებით, გამოდიოდა აზერბაიჯანის სახელმწიფოს პირიქით საქართველოს დისკუსია არ წყავს ხალხს, რომ ის ბრუნვა ასევე იმ ენერგორესურსების გადინება, რომელიც საქართველოს მეშვეობით ხდება, ჩვენ და ტრანზიტის მეშვეობით საქართველოს კვლავ შეება სატრანზიტო სახელმწიფოდ, რაც მის საერთაშორისო მნიშვნელობას კიდევ უშუალოდ ხაზს კიბოდება. და აი კიდევ იმ კითხვის ფორმატიდან დავამატეთ ახანას რო დავშვი და ახალი სანქციების მოლოდინი ჩვენი ხელისუფლებასთან მიმართებაში ეს თქვენ როგორ შეაფასებთ ახალი სანქციების მოლოდინს დღევანდელ რეალობაში პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე. აი მაგალითად თუნდაც ის კანონი გრანტების რეგულირებასთან შესახებ, ამას როგორ მიიღებს ევროპა? მოდი ახლა ესე ვთქვათ. მას შემდეგაც მოვიდა ტრამპის ადმინისტრაცია ქართული ოცნების მომხრეები და მათი ისე ვთქვათ ისტაბლიშმენტი ელოდებოდა ამ ზეწოლის შემცირებას და ასე ელოდებოდა იმ საკითხს, რომ ტრამპი აიძულებდა ევროპას ეს სანქციების პოლიტიკა შეეცვალა. გავიდა 100 დღეზე მეტი, რაც ტრამპი პრეზიდენტია. მოდი ესე ვთქვათ, ის პოლიტიკა რა დონეზეც დაძაბული დახვდა ტრამპს ქართულ-ამერიკული ურთიერთობების არ წასულა განმუხტვის მიმართულებით, ანუ ის სანქციები არ გაუქმებულა, თუმცა ახლებიც არ შემოღებულა. ხო და აი ზუსტად ზოგადად რა აი მაგალითად მოვიყვან ამ რამოდენიმე ხნის წინათ ხო ინგლისმა დაასანქცირა ჩვენი ხელისუფლების გარკვეული ნაწილი და თორსი ბალტიისპირეთმა დაახან სანქცია კიდე აი მან მივალთ ხა დავიწყოთ ამერიკიდან ხო ანუ ამერიკაში პრაქტიკულად სიტუაცია გაჩერებულია იმ დონეზე ბაიდენმა დატოვა ანუ ტრამპს დიდი იმედი ჰქონდა ჩვენ ხელისუფლებას მაინც იყო ცელობები ტრამპთან დალაპარაკების, იყო ცელობები, ხა ჩასული იყო ჩვენი პირველი ვიცე-პრემიერი ბატონი დავითაშვილი, ამერიკაში ქონდა შეხვედრები, წინაპირები იყო დაფარული, რა ილაპარაკეს, რაზე ილაპარაკეს. არც გაჟღერებულა. მარტო ფოტოებას ის გამოაქვეყნეს შეხვედრების ფოტოები. აქედან გამომდინარე, სანუგეშო საიმედო ვერაფერი ვერ მიიღო ამ ხელისუფლებას, ასეთ რამ მიიღო დავით დამიჯერეთ. იმედი და პოსტები ყურებს გამოგვიჭიდავდნენ ამ ინფორმაციით. აქედან გამომდინარე, ამერიკიდან სანუგეშო არაფერი არ არის. სამაგიეროდ ეხლა გააქტიურებულია ბრიტანეთი, როგორც თქვენ დაინახეთ, და თან ბალტიისპირეთის ქვეყნებიც. ბალტიისპირეთი რა თქმა უნდა პირველ რიგში, იმიტომ რომ ბალტიისპირეთის სასიცოცხლო ინტერესებში შედის საქართველოს პროევროპული კურსი და დემოკრატიულ ორბიტაზე დარჩენა. ეს მათ ეროვნულ უსაფრთხოებას უკავშირდება, რომ საქართველო არ გახდეს კვლავ რუსეთის გუბერნია. იმიტომ რომ ისინიც რუსეთის ესე ვთქვათ მოსაზრე სახელმწიფო არიან და შესაბამისად თუ კი რუსეთმა ჩაიგდოს საქართველოს ხელში, ამ შემთხვევაში დღის წესში დადგება აუცილებლად ბალტიისპირეთის ათვისების. აი ამ კიდევ განმეორდება ბატონო ლევან ბოდიშვიხტის ძვირფასთან მოგებებთან, აი ამ გრანტის რეგულირების კანონთან დაკავშირებით თუ არის მოსალოდნელი ახალი სანქციები ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენელთა მიმართებაში. თქვენ როგორ დაანონსებულია და ველოდებით კიდევაც. ანუ იქნება ახალი სანქციები, აუცილებლად სანქციები გამძლე იქნება და შესაბამისად არ გავიკვირდეს რომ ეს სანქციები შეეხოს კიდე ძალიან ბევრ შეიძლება იყოს მოსამართლე, შეიძლება იყოს პარლამენტის წევრი, თუ შეიძლება იყოს სხვადასხვა სახელმწიფო თანამდებობის პირი, მინისტრი და ასე შემდეგ, თუ კერძო პირი და კერძო ბიზნესმენი. და შემდეგ კითხვაზე გადავალ, ეს არის მსოფლიო პოლიტიკა ბატონო ლევან, რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით და ტრამპის უარი ომში ჩართვასთან მიმართებაში. და აი ორად გავყოთ ეს კითხვა ერთია, მაგრამ ორად გავყოთ უფრო უკეთესი ვარიანტი გამოვა. პირველი განვიხილოთ უარი ომში ჩართვასთან დაკავშირებით და მეორე კითხვა, ანუ ერთი და იგივე კითხვა, ერთმანეთის მიმბული კითხვა, მაგრამ მეორე არის შეთანხმება ზელენსკისა და ტრამპ შორის მინერალებთან მიმართებაში. და ჯერ პირველ აი ომში ჩართვასთან დაკავშირებით უარზე აი საინტერესო იქნება ძვირფასი მოყოლებისათვის თქვენი აზრი პირველი ომში ჩართვა არა, ლაპარაკი ალბათ ომში ხარდამჭერაზე, მატერიალურ ხარდამჭერაზე. ომში ხო რა ომში ხარდამჭერაზე, იმიტომ რომ ომში ამერიკის შეერთებული შტატების ჩართვაზე ლაპარაკი არც ყოფილა.
მოდი ესე თქვა, ტრამპის პოზიცია რა იყო გაცხადებული? არა, მე არასწორად წავიკითხე, ბოდიში მოვიხდი ბატონო, ომში მხარდაჭერის ჩართვასთან დაკავშირებით. ხარ ხდება. ტრამპს ჰქონდა ასეთი გაცხადებული პოზიცია, რომ მე შევეცდები მოვარიგო მხარეები და თუ კი ის მხარე მეორე მხარეს ჩააგდებს, ანუ თუ ჩააგდებს რუსეთი, მაშინ ის იდანებს რუსეთი და ჩვენ ბოლომდე დავეხმარებით უკრაინას. თუ ჩააგდებს უკრაინა, მაშინ ჩვენ უკრაინას აღარ დავეხმარებით, ჩვენ მათ მიმატოვებთ და უკრაინა მარტო მიხედავს თავის პრობლემებს. საბოლოო ჯამში რა შედეგი დაგვიდგა? დაგვიდგა შედეგი ასეთი. ტრამპი თავაზობდა მხარეებს ასეთ კომპრომისულ გამოსავალს. ყინი მირჩევა რუსეთს. დანარჩენი ტერიტორიები, რომელიც ოკუპირებულია დღეს ანუ რუსეთის დონბასის მხარეს, რუსეთის მხრიდან. ეს არის ლუგანსკის მხარის ნაწილი, ეს არის დონბასის ნაწილი, დონეცკის ოლქი, ეს არის ხერსონი და ეს არის მარიუპოლის მხარი, კი ბატონო. ანუ ეს ტერიტორიები განუკუპირება უნდა ყოფილიყო. საბოლოო ჯამში მივიღეთ შედეგით რა. ბოდიში ბატონო, ოდესას სანაცვლოდ უნდა დაეთმო ის ოკუპირებული მხარე. ოდესას არც იყო ლაპარაკი. აქ ლაპარაკი იყო ოკუპირებული მხარეს, რომელიც არის რუსეთისგან დღეს, ყირიმის გარდა უნდა დეოკუპაცია მოხდარიყო. აჰა, ანუ ყირიმის გარდა. ყირიმი უნდა დარჩენილიყო რუსეთს. საბოლოო ჯამში ორივე მხარემ ამაზე უარი თქვა, პუტინის პოზიცია. ხო, მაგრამ ბოდიში და პუტინის პოზიცია იყო, რომ ოდესას რო უტყავს რუსეთი ახლა. არა, ეს ომია და ოდესა პორტია და ჩვეულებრივი ამბავი ახლა ეს. ამიტომაც უტყავს. მოდი ესე თქვა, რომ პუტინის პოზიცია იყო, რაც ჩემია, ანუ რაც ოკუპაცია. ანუ რაც ავიღე ჩემია და რაც დარჩენია უკრაინას დარჩეს და იქაც იყო ძიმე მოთხოვნები, რომ გაურკვეველი რომელიც კანდი არ მესმის უკრაინის დენაციფიკაცია, რაც შეიძლება უკრაინის დენაციფიკაცია, როცა უკრაინის პრეზიდენტის და პრემიერის ებრაელები არიან, როგორ უნდა მოხდეს ამ ქვეყნის დენაციფიკაცია, მე არ მესმის, რას ნიშნავს. გული პარლამენტის თავმჯდომარეც ის არის. კი ბატონო, რა დენაციფიკაციაზეა ლაპარაკი. ეს ერთი და მითხოვდა ასევე უკრაინა რომ არ უნდა შევიდეს ნატოში, რაც პრაქტიკულად დაკმაყოფილებულია, იმიტომ რომ პირდაპირ ტრამპიც ამას ამბობს, რომ არავით არის ნატო უკრაინას და ევროპელებიც სახელმწიფოებიან რომ უკრაინის ნატოში სიყვარული დღეს არ გამოვა და უკრაინის დემილიტარიზაცია, ხო, რომ უკრაინას არ კონდეს შეიარაღებული ძალები. აქედან გამომდინარე, ზელენსკის პოზიცია იყო არავითარი დათმობა, სრული დეოკუპაცია ყირიმის ჩათვლით. რა თქმა უნდა, მხარეების პოზიციები ვერ დაემთხვა ერთმანეთს და აქედან გამომდინარე, ამერიკამ განაცხადა, ყოველ შემთხვევაში ტრამპ ამ ეტაპზე განაცხადა ტრამპის თუ დავაკვირდებით ეს პიროვნება აკეთებს კვირიდან კვირამდე ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს. კვირიდან კვირამდე კი არა, ბატონო ლევან, ერთ დღის, ანუ 24 საათის განმავლობაში შეიძლება კი ბატონო, რამოდენიმეჯერ შეიცვალოს აზრი. მე ძალიან პირდაპირ გეტყვით ეს რაღაცას. ტრადიციულად ვიყავი და დღემდე ვარ პროამერიკული განწყობის ადამიანი. ვთვლი რომ საქართველოსთვის ყველაზე კარგი ვარიანტი იყო ამერიკასთან ის თანამშრომლობა, რომელიც იყო და რომელიც გაღრმავებული იყო და რომელიც სამწუხაროდ შეჩერდა. მაგრამ ამერიკაში მოვიდა ისეთი პრეზიდენტი, რომელმაც პრაქტიკულად ძალიან ძიმე დავწერე კიდევაც ჩემ Facebook გვერდზე, რომ ძალიან ძიმე 4 წელი გველის. როცა ტრამპი გახდა პრეზიდენტი, იმიტომ რომ პრაქტიკულად ტრამპმა შეაჩერა ყველა აქტივობა საზღვარგარეთ და საქართველოსთან მიმართებაშიც, რაც პირადად ჩემთვის ძალიან საწყენია, როგორც პროამერიკულად განწყობილი ადამიანისთვის და მოქალაქისთვის. რომ ამერიკასთან თანამშრომლად ძალიან ბევრ სიკეთეს მოუტანდა საქართველოს. Ну, უნდა გადავიტანოთ ეს პერიოდი, როცა ეს ადმინისტრაცია შეიცვალა, მოახალე ადმინისტრაცია. თუმცა წინა ვადაში ესეთი რადიკალურად განწყობილი არ იყო ტრამპის ადმინისტრაცია. როგორც ახლა. მაინც ვერ ვიტყვი, რომ კეთილ განწყობილი იყო 2 წელიწად ნახევარი, ერთ არ დაგინიშნავს ქვეყანაში, ხო? არა, ეს გასაგებია, მაგრამ რადიკალურად არ იყო ესე ძალიან რადიკალურად განწყობილი, როგორც ახლა. რადიკალურად განწყობილი არც ახლა არა. უბრალოდ რა დონეზეც დახვდა მას ტრამპის ბაიდენის ადმინისტრაციის პოლიტიკა არც კი გადაუხედია. ანუ პირდაპირ იმ პოლიტიკას მიყვება? ნუ არაფერს არ მიყვება, მიტოვებული იყო არც საერთოდ. საერთოდ არ ვაინტერესებს. და ერთადაც არ მომეწონა მის განცხადებაში, რომ პირდაპირ თქვა, რომ აი ობამას დროს, თუ ბუშის დროს საქართველოს დაიპყრო რუსეთმა. ანუ მიგვათვალა უკვე იქით რა, რომ ესე რუსეთს დაპყრობილები არიან და ანუ ის სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულება, რომელიც ბუშმა დატოვა, რომელიც ობამას დროს იყო და ბაიდენის დროსაც იყო იმის მაგივად რომ რაღაცა იმედი იყო რომ ახალი ადმინისტრაცია მოვიდა და საქართველოს უნდა გაეღრმავებინა ამერიკასთან ურთიერთობა გადასულიყავით ამერიკასთან უვიზო მიმოსვლაზე
აქეთ სავაჭრო ისინი შემოგვიღო შეზღუდვებიდან, უზო მიმოსვლაზე ლაპარაკი, საერთოდ დაიხურა ყველა ტიპის სამხედრო, პოლიტიკური, ეკონომიკური თუ საგანმანათლებლო ურთიერთობა, რაც პირდაპირ ჩვენ გვაზე არ არის, საგვაზიანებს რა. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, დამთხევა მოხდა ისეთი საქართველოს არის ესეთი ცუდი ხელისუფლება, რომელიც ქვეყანა მიყავს იზოლაციის კუთხით დასავლეთთან, ამას დაემთხვა ის, რომ ამერიკაში მოვიდა ხელისუფლება, რომელიც ასევე იზოლაციონისტურად არის განწყობილი და პრაქტიკულად ჩაეხსნა საერთაშორისო აქტივობებს. ძალიან ცუდი დამთხევა მოხდა, ესე ვთქვათ, ეს უახლოესი 4 წლის განმავლობაში და დავუბრუნდეთ შემდეგი ადმინისტრაცია რომ მოვა იმედია 4 წლის თავზე თუ 3 წლის თავზე როცა იქნება საქართველოში მოვა ესეთი ხელისუფლება რომელიც განაახლებს დასავლეთთან ეკონომიკურ, პოლიტიკურ და ესე ვთქვათ სამხედრო ურთიერთობებს და ამერიკაში მოვა ესეთი ადმინისტრაცია რომელიც უფრო მეტად დაინტერესებული იქნება ჩვენი რეგიონით. და ბოლოს შეთანხმება ზელენსკისა და ტრამპს შორის მინერალებთან დაკავშირებით. ხო, ეს საკითხი როგორ გადაწყდება ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ ისე მოეწერება თუ რა ხელი, იმიტომ რომ ამ ეს უშუალოდ დაკავშირებული იყო პირველ ნაწილთან. ანუ ზელენსკიმ რის სანაცვლოდ უნდა გადასცეს ეს მინერალების 50%. ხო, მაგრამ ბოდიში ბატონო, რა ვერ გავიგე იცი? ეს მინერალები მე როგორც ვიცი, რუსეთმა რო ოკუპირება მოახდინა იმ ტერიტორიაზე. რა თქმა უნდა, ლაპარაკია რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ მინერალებზე და ამაზე ანუ მე ბოდიში უკაცრავად, რა ვერ გავიგე იცი? რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ მინერალებზე შეთანხმება რატო უნდა დადოს ზელენსკიმ ტრამპთან მე მაინც ვერ მივხვდი. იმიტომ რომ ანუ გამოდის რომ იმ ტერიტორიას ტრამპი თვლის უკრაინის საკუთრება და არა რუსეთის ოკუპირებულად ესე გამოდის, ხო? ხო, ესე თქვა, ესე გამოთქმა არის ქართველებს გვაქვს, აი გამოთქმა. ან მეორე ვარიანტია, ბოდიში ბატონო. უნდა გარიგდე ხნაში და არა მკაშიო, ხო? ანუ მეორე მოდი ესე თქვა, უნდა გარიგდე ხნაში და არა მკაში. ბოდიში. ხო, და ამიტომ ეს და მეორე ვარიანტი ხო არ არის? ეს გავს გარიგებას ხნაში, რომ მოდი ბლებს ხო არ ეთამაშება შემდგომ? მოდი წინასწარ შევთანხმდეთ, რომ მე შენ დაგეხმარები ამ ტერიტორიების დეოკუპაციაში. უკან დაბრუნებაში. ამას რომ დაიბრუნებ და მე მომეცი ეს მინერალები? ის მინერალების 50%-ზე კონტროლი იქნება ჩემი. რომ მე რომ დაგეხმარები შენ ამ მინერალების დაბრუნებაში. აქ ასე ჩანს ეს შეთანხმება. ხო, მაგრამ მე უფრო სხვა მხრიდან უყურებ, უბრალოდ აი იმ სიტუაციიდან რომ ეს ყველაფერი გათამაშებული ვარიანტი ხო არ არის რუსეთთან მიმართებაში? რანაირად? ანუ ბლებს ხო არ თამაშობს ტრამპის ადმინისტრაცია ზელენსკისთან მიმართებაში რუსეთის ოკუპირებულ ტერიტორიებთან შესაბამისად. არა, რა შეაინტერესებს? ამერიკას აინტერესებს საქმე და მატერიალური სარგებელი გაიტანოს, ხო? ამერიკას მოუწევს ძალიან დიდ დანახარჯების გაწევა, რომ დაეხმაროს რუსეთთან ომში, ეს ფული ის, ხო? ამერიკას მოუწევს ხარჯების გაგება. ხო, მაგრამ ჯერ ხო არსად არ არის. ბოდიში ბატონო, ჯერ ხო არსად არ ჩანს ტრამპის ადმინისტრაციიდან მოყოლებული, რომ უკრაინას ეხმარება ამერიკის შეერთებული შტატები და თავად აცხადებს უარს ტრამპი, აი უყურე კონტრსაპირისპირო ვარიანტია. მიხვდი? აი წეხან თქვით რუსეთის უკრაინის ომში ტრამპის მოლაპარაკებებთან ჩარევასთან დაკავშირებით უარი განაცხადა და პლუს და მინერალებს ითხოვს. ეხლა გეტყვით, მინერალებს ვინ მიცემს? ეს მინერალების მიცემა ხდება რის საფუძველზე? მინერალების მიცემა ხდება დახმარების საფუძველზე. ანუ უკვე მიდის ვაჭრობა ერთმანეთში, ხომ? კაი, მე ამ ტიპ დახურა თანამშრომლობა, თქვენ ვერ მოგარიგეთ, მე აღარ გეხმარებ, მორჩა. ახლა უკვე დაიხურა ვაჭრობის სისტემა, ახლა წავიდა ვაჭრობის მეორე თემა გაიხსნა. კიდე დაგეხმარო? რა თქმა უნდა, უკრაინაში იქნება ამერიკის მხარდაჭერა და დახმარება იარაღით, ხო? მაშინ, კაი, იქ ვერ მორიგდით, არ გამიწიეთ ანგარიში და არ გამიწიეთ. მაშინ ახლა დავილაპარაკოთ ბიზნესის კუთხით. მე შენ შეერაღება, შენ სანაცვლოდ მე უნდა მომწე ამ მინერალებზე. უკან დაბრუნებულ ტერიტორიებიდან მინერალების 50%. კი ბატონო. ნუ ეს უფრო უკეთესი ვარიანტია ჩემი შეხედულებიდან უკრაინისთვის, ვიდრე წინა ვარიანტი, რომელიც იყო. მოდი ხა წარმოგიდგენთ, ეს ძალიან ცუდ მდგომარეობაში ყოფილი ქვეყნისთან მესად არ მომწონს ტრამპის ამდაგვარი ვაჭრობა უკრაინასთან მიმართებაში. ეს მიუხედავად იმისა, ბოდიში დავამთავრე. ეს არის ამერიკის მიუხედავად იმისა, რომ მე ომის წინააღმდეგი ვარ. ეს არის ამერიკის ვალდებულება დაეხმაროს უკრაინას. და რატომ არის ვალდებული ამერიკა დაეხმაროს უკრაინას და ბევრჯერ უხსნიდა მას ამერიკელებს, მაგრამ ზოგმა გაიგო, ზოგმა ვერ გაიგო. ვინც არის დემოკრატიული ორიენტაციის მეთანხმებია და ამბენო კი ისტორია ჩვენ გედახმებით დემოკრატიული პარტიას სწორედ ასე ფიქრობს. ხოლო რესპუბლიკელები და ტრამპის მომხრეები ვინც არიან, მე არ უნდათ ამის გაგება. და ვუხსნი რომ ამერიკას საერთოდ აჭირდებოდა უკრაინას თქვენი მხარდაჭერა რუსეთთან ურთიერთობაში. როდესაც დაიგა საბჭოთა კავშირი, უკრაინას ჰქონდა 1200-1800 ბირთვული კომბინი.
ეს იმაზე მეტია, ვიდრე ერთად აღებული ჩინეთის, დიდი ბრიტანეთის და საფრანგეთის შეერაღება. ეს ყველაფერსაც აიღეს რუსეთში. უკან დააბრუნეს რუსეთში. ხო. თქვენ მოახდინეთ უკრაინაზე ზეწოლა? 90-იან წლების პერიოდს გულისხმობ. თქვენ მიაცემინეთ უკრაინელებს ბირთვული იარაღი რუსებისთვის და დაუდექით გარანტად რომ თუ კი თქვენზე იქნება თავდასხმა და თქვენი ტერიტორიული მთლიანობა იქნება დარღვეული, ჩვენ ვიქნებით თქვენი დაცვის გარანტი. ხო, მაგრამ ახლა სად არიან? მან შეასრულა თავის ვალდებულება 1600 ქობინი გადასცა რუსეთს. ეხლა დადგა შენი ვალდებულების შესრულების დრო, იმიტომ რომ ამ კაცს რომ მიაცემინე მთელი იარაღი ამ სახელმწიფოს რუსეთისთვის ეს ბირთვული იარაღი არ ჭირდებოდა. ქონდა იმას ბირთვული იარაღი და ბირთვული შეკავების პრინციპიდან გამომდინარე რუსეთი ვერ შეიჭრებოდა იქ. თუ შეიჭრებოდა ეს ესოდა ატომურბომბს, ის ესოდა ატომურბომბს და დადგებოდა ქვეყანა აპოკალიფსის წინაშე და არ შედგებოდა ეს ომი უბრალოდ რა. ისე როგორც არ შედგება მაგალითად ამერიკა რუსეთის ომი. სწორედ ამავე პრინციპიდან გამომდინარე რომ ერთმანეთს ესწრება ატომურბომბს და დაამთავრებს სახელმწიფო მსოფლიო არსებობას, ხო? და ამაზე არავინ არ წავა. სწორედ ასეთივე პრინციპით უკრაინას ჰქონდა გარანტიები თავის ხელშეუხებლობის, რომელიც დაათმობინე და უთხარი მე ვიქნები შენი გარანტი. ეხლა რომ დათმობ უკრაინამ და დადგა შენი ვალდებულების შესრულების დრო, შენ ისე ამოფრე ეხლა მინერალები მინდა. რა მინერალებზე მელაპარაკები? მინერალიზმს არ მაშინ არ მელაპარაკებოდი, როცა ქობინებს მათ მომინებდი რუსეთისთვის, ხო? ანუ ეს არ უნდათ მათ გაიგონ. ისინი კიდე ჩაჭედილი აქვს, რომ ჩვენ რატო უნდა ვიხადოთ იმის ფული? იმიტომ უნდა იხადო უკრაინაში ომის ფული, რომ შე გარანტად დადეკი. მაშინ არ უნდა მდგარიყავი გარანტად, საერთოდ უნდა ჩარეულიყავი. მაგრამ რადგან არ გინდოდა რომ სოფლიოში გაჩენილიყო ახალი ბირთვული სახელმწიფო, ამის ამბიცია შენ ქონდა, რომ აღარ დაგეშვა ახალი ბირთვული სახელმწიფო შექმნა, ბირთვულ კლუბში ახალი წევრი მიგიღო, დაათმობინე ხო? დაათმობინე აიღე ვალდებულებები. იმან თავის ვალდებულებას შეასრულა და შენ ახლა არ გამოდის. ახლა გაურბიან ის თავიანთ ვალდებულებას. ხო, გაურბიან ვალდებულებას, მაშინ დგება საკითხი. მეკითხებით ამერიკელებს, ხო? უშუალოდ საკითხოცა საუბარია. მაშინ როგორ ვიურთიერთობთ ჩვენ თქვენთან? როცა თქვენი მოცემული პირობა აი ეს არის. მაშინ როგორ შეიძლება თქვენი ნდობა, საერთოდ ნდობა შეიძლება თქვენი? ამ შემთხვევაში მე ვფიქრობ, რომ საერთოდ არ შეიძლება მათი ნდობა. ხო, ეხლა ეს წარმოიდგინეთ როგორ არის. ძალიან წყლის მეორე ფლანგს, რომელიც თვლის, რომ ჩვენ ამერიკა თავის, ასე ვთქვათ, იმიჯს, თავის სანდოობას, რომ ის არის მყარი დემოკრატიის გარანტი სოფლიოში, დემოკრატიის, ასე ვთქვათ, ციტადელი და შესაბამისად ამერიკელები თავისიანებს არ მიატოვებენ ყოველთვის ფორმულა მუშაობდა და ის რომ ხას უცოდა ეს სანდო ხარ ასე ვთქვათ პარტნიორობის ფორმატში. კი ბატონო, ეს მათ ძალიან წინთ რომ გულისხმობ ოპოზიციას. რომ ესე და პირველ ტრანსფერს რომ ის ჩვენს მიერ სათავობების განმავლობაში, საუკუნეების განმავლობაში შექმნილ იმიჯს ანგრევს და ანადგურებს. რომ ჩვენ კარგავთ მოკავშირეებს. და საბოლოოდ ბატონო ლევან ამ ყველაფერს რა ეშველება? ამ ყველაფერს ეშველება ერთი რამ. თუნდაც არის საქმე კითხები, იმიტომ რომ 4 წლის განმავლობაში გროვდება ძალიან ძიმე 4 წელი, იმიტომ რომ ამერიკაში ხელისუფლებაში მოსულია ასეთი პოლიტიკური ჯგუფი, რა ვქნათ, ანუ მე ხარ მომწონს, მაგრამ ნუ ამერიკელების არჩევანია და მე მაინც ვთვლი რომ ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენი ხა მე რო ვიყო ხელისუფალი, ხო? მაქსიმალურად შევეცდებოდი ისევ ამერიკასთან დამელაგებინა ურთიერთობა და ამერიკის კი შეიძლება ყოფილიყავი მისი აგვია პოლიტიკით რუსეთთან მიმართებაში, მისი პოლიტიკით უკრაინასთან მიმართებაში, ევროპასთან მიმართებაში, მაგრამ ნუ რას ვიზამ ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე შეიძლება ხაზიათ არ ვიყო აქტუალური ამ ადმინისტრაციით, მაგრამ მაინც შევეცდებოდი მაქსიმალურად რომ აი ამ არსებულ ადმინისტრაციასთან მემუშავა ურთიერთობების გაღრმავებაზე და არა წასულიყავი იმ დაპირისპირების გზით, რომელთაც ეს ხელისუფლება წავიდა თლიან დასავლეთთან მიმართებაში. ძალიან კარგი ბატონო ლევან, მოკლედ შევაფასოთ თლიანი კვირის ფორმატი, ძალიან მოკლედ და დავამთავროთ გადაცემა, რადგანაც მოკლედ შეფასება ის იყო, რომ თლიანობაში დემოკრატიისთვის, თავისუფლებისთვის ძალიან მძიმე პერიოდი იყო როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოში. ერთი მხრივ ის რომ შეიზღუდა პოლიტიკური პარტიების ასე ვთქვათ თემა, იმიტომ რომ იხილება პოლიტიკური პარტიების აკრძალვის საკითხი პარლამენტში, შეიზღუდა არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება, მიდის მედია საშუალებების ასე ვთქვათ შევიწროება და მედიამ წარმოადგენლების სასამართლოებში ასე ვთქვათ ასამართლებენ ხო კაპიტონ იამაღლობელის სახით, რომელსაც მინდა გამოუცხადოს სოლიდარობა და ასევე მიდის დაკავება უამრავი
სამოქალაქო აქტივისტი, ზოგს სისხლის სამართლების კუთხით დაკავებენ, ზოგს ადმინისტრაციული სამართლებრივი წესით დაკავებენ და მიდის ეს ძალიან ძიმე და ცუდი პროცესი ქვეყანაში. გარდა ამისა, ამას ემატება სწორედ ის ძიმე მდგომარეობა უკრაინაში რაც ხდება, ამერიკის სრული ნიჰილისტური დამოკიდებულება ყველაფერი ამასთან მიმართებაში და რა ვიცი, ძიმე პერიოდი გვაქვს და სამწუხაროდ ასეთი ძიმე პერიოდი ჩვენს თვალსაჩინოში არ ყოფილა, მაგრამ ქონია ქვეყანას ისტორიაში უფრო ძიმე პერიოდებიც და უნდა გავუძლოთ, უნდა ვიბრძოლოთ, უნდა გადავიტანოთ და რა თქმა უნდა, არ უნდა დავკარგოთ იმედი და ის მიზანი რაც გვაქვს ჩაფიქრებული, საქართველოს ვაქციოთ დამოუკიდებელ, მართლა სუვერენულ და არა ამათი წარმოადგენს სუვერენულ ქვეყანად, დემოკრატიულ განვითარებულ ქვეყანად, მაღალი სოციალური ცხოვრების დონით, ადამიანის უფლებების მაღალი დაცვის სტანდარტით, რა თქმა უნდა, ეს იდეალები არ უნდა დავკარგოთ არცად და ამ იდეალებისთვის უნდა ვიბრძოლოთ. სამწუხაროდ მდგომარეობა სოფლიოში ისეთია, რომ ზურგის ქარი აღარ გვიქრის, საპირისპირო ქარი გვიქრის და აქამდე თუ ზურგის ქარი გვიქროდა და ვერ გამოვიყენეთ ეს ზურგის ქარი ეფექტურად, რა თქმა უნდა, გაგვიჭირდება, მაგრამ უნდა თუ გვინდა რომ ნათელი მომავალი გქონდეს ჩვენ ქვეყანას, ჩვენ შვილებს, უნდა გავიჭიროთ და დინების და ქარის წინააღმდეგ უნდა რამენაირად მოვახდინოთ ლავირება, ესე ვთქვათ რა. ძალიან კარგი, მადლობა ბატონო სტუმრობისათვის. მოკლედ ძვირფასო ტელემაყურებლებო, ესეთი იყო პოლიტიკური კვირა TV+-ზე. შევხვდებით შემდეგ კვირას 21 საათზე. მადლობთ რომ გიყურებდით.